მოგესალმებით, მე დოდუკა ვარ და დღეს გადავიღებთ პილატესის ვიდეოს მთლიანი სხეულისთვის. დაგჭირდება მხოლოდ მატი, თუ გაქვს წონები შეგიძლია დაიმატო, თუ არა გავაკეთებ წონების გარეშეც. როცა მზად იქნება, შეგვიძლია დავიწყოთ. მოდი მატის ბოლოში. ფეხები დადგი მხრის სიგანეზე. მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ. გააკეთე ერთი ღრმა, ჩასუნთქვა, მოსუნთქვა. და ჩასუნთქვის დროს წამოიღე ხელების ზევით, ჩაკიდე ერთმანეთს აატრიალე ჭერისკენ და აიწიე ფეხის წვერზე. მუცელი მოადუნე, მუხლები, იდაყვები გაჭიმულია ბოლომდე. ამოსუნთქვასთან ერთად მოადუნე მთლიანი სხეული. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქე, გაიშალე, დაგრძელდი. ნელ-ნელა დაუშუქუსლები, ხელები დაიტოვე და მსუბუქად გადაიხარე უკან წელი არ დატვირთო, გახსენი გულმკერდი. გაიმართე, წამოიღე მარჯვენა იდაყვი ნეკნებთან, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს, შეგიძლია მზერა ხელს გააყოლო, შეგიძლია დაიტოვო შუაში. ერთხელაც გავაკეთოთ ორივე მხარეს, ეცადე ხელები კუნთის ძალით შეაწინააღმდეგო ერთმანეთს. მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოკიდე, მარცხენა ფეხი გადაადე მეორე ფეხს ზევიდან და გადაიხარე მარჯვნივ. ჩასუნთქვა შუაში გააკეთე. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. დააბრუნე ფეხები საწყის პოზიციაში, ხელები შეერთე უკან, გაჭიმე და მუცლით ჩადი ბარძაყისკენ. სულ ბოლოს ჩამოიტანე თავი, ხელები წამოიღე სადამდეც თავისუფლად მოყვება, შეგიძლია მუხლი კიდევ უფრო მეტად ჩახარო და გამოათავისუფლე ხელები. მარჯვენა ხელი ცენტრში დაიტოვე, მარცხენა ხელს გააყოლე მზერაზევით, ჩაისუნთქე შუაში. ამოისუნთქე მეორე მხარეს. პატარ-პატარა ნაბიჯებით, ხელებით გადავედით თავდახრილში. დაიწყე ფეხების მსუბუქი მოძრაობა, ქუსლი წაიღე მატისკენ, ხერხემალი დააგრძელე. მხრები ჩაწიე, მენჯები მიმართულია უკან და ზევით. ჩასუნთქვა, მარჯვენა ფეხი აწიე, მოხარე ფეხი მუხლში და 3 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით. სხეული არ დაძაბო, იდაყვები გამართულია, შეუცვალე მიმართულება. მეორე მხარეს ვამუშავებთ, ვახურებთ მენჯ-ბარძაყის სახსარს. გამართე ფეხი მუხლში და გადმოიტანე ხელებთან, ხელები ერთად დადგი, ფეხი გარეთ. გადავიდეთ მხრის სახსარის დამუშავებაზე, მარჯვენა ხელი მოხსენი და წრეზე დაატრიალე. 3 წრე ერთ მხარეს გააკეთე, 3 წრე მეორე მხარეს. 2, 3, დადგი ხელი, დააბრუნე მარჯვენა ფეხი უკან, აწიე მარცხენა ფეხი ზევით, იგივეს ვიმეორებთ მეორე მხარეს. 3 წრე გააკეთე ერთ მხარეს, შეუცვალე მიმართულება, მზერა იყურება შიგნით, ჭიპისკენ 2, 3, გამართე ფეხი მუხლში, ამოსუნთქვა, გადმოიტანე ხელებთან. მარცხენა ხელი მოხსენი, დიდი წრე გააკეთე, 2, 3, შეუცვალე მიმართულება, 1, 2, 3, დადგი ხელი, ამოსუნთქვა, თავდახრილი. ხელები წამოიღე საპირისპირო კოჭებთან მონაცვლეობით, 1, 2, 3, 4, ვაგრძელებთ, 5, 6, 7, კიდევ ერთი რო გავაკეთოთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. გადმოიტანე წონა ხელებში, გადმოდი მაღალ პანკაზე, ზედატანი გააჩერე, წელი ნეიტრალურად, იგრძენი მუცლის კუნთები და მუხლები წამოიღე იდაყვებთან, 2, 3, 4, 5, 6, ვაგრძელებთ 7 და ბოლო 8, 1, 2 მხრები დაძაბე, 3, 4, 5, 6, 7 და 8 ხელები მხრებთან, 1, 2 მონაცვლეობით, 3, 4, 5, კარგად გაახურე ყოველთვის მთლიანი სხეული, 1-8, სანამ გადახვალ ხოლმე შედარებით უფრო ინტენსიურ ვარჯიშებზე, 4.
5, 6, 7 და 8 ჩავდივართ იდაყვებზე და თეძოები გადაიტანე გვერდებზე მონაცვლეობით 1, 2, 3. ის უნთქე ხელები სწორად დადგი 5, 6, 7 და აკვირდი წელის პოზიციას 1, 2, 3, ცოტა დაგვრჩა 5, 6, 7 და 8 და ცერები გარეთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და ბოლო 8, 1, 2, 3. ვაგრძელებთ 5, 6, 7 და 8. კარგია. მარჯვენა ხელი გვერდით. ტერფები გადაატრიალე ერთ ხაზზე და მარცხენა ხელს ამოხედე ზევით. ჩასუნთქვა, შემოატრიალე ზედატანი, ხელი შიგნით, ამოსუნთქვა, გაშალე. თუ ვარიაციის გამარტივება დაგჭირდება, ქვედაფეხის მუხლი შეგიძლია დადო. 1, ამოსუნთქვა, 2, ამოსუნთქვა, 3, ვაგრძელებთ 4, მარტო ხელი არა, ეცადე რომ მზერაც მიაყოლო ხოლმე ხელს. 2 დაგვრჩა, 7 და 1-იც 8. შეცვალე მხარე. დადე მარცხენა იდაყვი. ტერფები ერთ ხაზზე, ან ქვედაფეხის მუხლი დადე. ჩასუნთქვა 1. ამოსუნთქვა 2. ვაგრძელებთ 3. გაიშალე 4. კარგია. ყოველთვის დააკვირდი ხოლმე როგორ სუნთქავ. ბოლო 3. 6. 2-იც 7 და 1-იც 8. მუხლები გარეთ. ტერფები ერთად. შეგიძლია დაისვენო. გამოიყენე ხოლმე ეს დასვენების დრო ბოლომდე. და გადმოდი 4-ზე, ხო? მუხლები მოათავსე მინჯბერძაყის ქვევით. ხელები მხრისტებლა. მარჯვენა ფეხი გაჭიმე უკან. ჩასუნთქვაზე ჩახარე იდაყვები, გადაიხარე წინ. ამოსუნთქვაზე გაიმართე. მარჯვენა ფეხი გადაიტანე მეორე ფეხის გარეთ. ამოსუნთქვა და აბრუნე ისე უკან. დავიწყეთ. 1. ამოსუნთქვა, 2. ამოსუნთქვა, 3. და ვაგრძელებთ 4. 5 და ბოლო 3, 6, 2 დაგვრჩა, 7 და 1-იც 8. აქედან მარცხენა ფეხი გამართე და მარჯვენა ფეხი წაიღე ზევით. ამოსუნთქვა. მარცხენა იდახვს მიადე მუხლი, ძირს არ დადო, ჩასუნთქვა ფეხი ზევით და მარცხენა იდაყვე. ანუ მონაცვლეობით იდაყვებს მიადე მუხლები. ზევით 4. ჩასუნთქვა 5. კიდევ 3ჯერ 6. 2-იც 7 და 1-იც 8. ფეხი უკან, ამოსუნთქვა შუაში, სწრაფად აიტანე გულმკერთან, ნელა ჩაიტანე მატისკენ. 1. ამოსუნთქვა, 2. ვაგრძელებთ 3. უკან არ წაიღო, 4. ფეხი ამოძრავე ვერტიკალურად, 5. ბოლო 3, 6, 2-იც 7 და 1-იც 8. გადადგე ფეხი ხელებში. დადე უკან მუხლი, ტერფი, ჩასუნთქვა და აგრძელე ზედატანი, გაიშალე კარგად, ტერფის და წვივის კუთხე გაასწორე 90 გრადუსზე. ამოსუნთქვა, დადგე ხელები და გამართე მარჯვენა ფეხი მუხლში. თავი ჩაიტანე მატისკენ. ერთხელაც გააკეთე, ჩაისუნთქე, გაიშალე, ამოსუნთქვა, გამართე ფეხი მუხლში. მუცლით ჩადი ბარძაყისკენ. ჩახარე, დაბრუნდი თავდახრილში, გაიშალე, დაგრძელდი და აიწიე ფეხის წვერზე. დადე მუხლი, ტერფი და მარცხენა ფეხი უკან. ჩასუნთქვა. 1. იგივეს ვაკეთებთ მეორე ფეხზე. 2.
ამოსუნთქვა 3. კარგად ჩახარე იდაყვები 4. თითქოს რაღაცას უნდა მიწუდე ფეხით, ხო? 5. გააგრძელე 6. ბოლო 2, 7 და 1-იც 8. გამართე მარჯვენა ფეხი, მარცხენა ზევით. ამოსუნთქვა 1. ჩასუნთქვა 2. ვაგრძელებთ მუხლის წარმოღებას იდაყვებთან მონაცვლეობით. ბოლო 3, 6, 2-იც 7 და 1-იც 8. ფეხი უკან, ამოსუნთქვა შუაში. სწრაფად დაიტანე, ნელა დავუშვი. 1. ამოსუნთქვა 2. ამოსუნთქვა, უამრგვალი ხერხემალი ჩატანის დროს დავუშვი. სწრაფად დაიტანე და ნელ-ნელა ჩავდივართ. 6, 2-იც 7 და 1-იც 8. გადადგი ფეხი. დადე უკან მუხლი და ტერფი. ჩასუნთქვა და აგრძელე ხერხემალი. ამოსუნთქვა. გამართე მარცხენა ფეხი. და მუცლით ჩადი ბარძაღისკენ. თან დაისვენე, თან დააკვირდი, შეგრძნებით მიაგენი, რომელი ნაწილი იწელება კუნთის. 1-იც გამართე და თავი ქვევით. გადავდივართ ისევ თავდაღრილში. მარჯვენა ხელი, მარცხენა კოჭს მოკიდე, გამოიხედე მარცხნივ, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. დადე მუხლები და მუხლზე წამოდეგი. წელი ნეიტრალურად. თუ წონებიან დამბელები გექნება, ხელში დაიჭირე, თუ არა ესე მაჯაზე შეგიძლია დაიმაგრო. ხელები მოხარე 90 გრადუსით. ხრები უკან, გულმკერდი წინ. ჩასუნთქვა, მარჯვენა ხელი გაიტანე წინ, გადაიხარე უკან ისე რომ დატვირთვა იგრძნო ბარძაყებზე. ამოსუნთქვა, დაბრუნდები ისევ საწყის პოზიციაში და იგივეს გააკეთებ მეორე ხელით, ხო? 1. ამოსუნთქვა, 2. ამოსუნთქვა, ვაგრძელებთ 3. 4. კარგია. 5. კიდევ 3-ჯერ. 6. კარგად გადადი. 7 და 1-იც 8. ორივე ხელით გავაკეთოთ ერთად. 1. გაიშალე. 2. თითქოს იდაყვები გინდა რომ უკან ერთმანეთს მიადო. 3. 4 და ვაგრძელებთ. 5. ბოლო 3, 6, 2-იც 7 და 1-იც 8. ხელები ისევ წინ, ამოატრიალე ხელის გულები, გაშალე, ქვედატანი გაიტანე უკან, ამოსუნთქვასთან ერთად, გამოიტანე წინ. მოადუნე უკან გასვლის დროს დუნდუა კუნთი, შეკუმშე, გამოსვლის დროს. 3. ამოსუნთქვა, 4. არ ჩაჯდე ბოლომდე, 5 და ვაგრძელებთ. 6, კიდევ 2-ჯერ, 7 და 1-იც 8. დარჩი ქვევით და ხელები ამოწი. პულსი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ხრებიდან წამოიღე, ქვედატანი არ ჩართო. 5, 6, 7. ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დაუშვი ხელები. ხელის თითები იყურება უკან, სწრაფად დაიტანე, ნელ-ნელა დაუშვი. 1. ამოსუნთქვა, 2. ნახე წელამდე ჩამოიტანე ხელი, 3. იდაყვი არ მოხარო, წერტილოვნად იგრძენი, კუნთი რომელსაც ამუშავებ, 6, 2-იც 7, 1-იც 8. პულს ვამატებთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ვაგრძელებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლო 8, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. მოხარე ხელები, იდაყვები მიაჭირე ნეკნებს, სწრაფად მოხარე, ნელ-ნელა დაუშვი. 1. ამოსუნთქვა, 2.
ამოსუნთქვა, 3, გაგრძელე, 4, 5, ბოლო 3, 6, 2-იც, 7 და 1-იც, 8, ისევ ზევით აიტანე ხელები და სწრაფად მონაცვლეობით 1, 2, 3, 4, ხო? 5, 6, 7 და ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დაასვენე ხელები, სუბუქა ჩამოფერთხე. დაამშვიდე სუნთქვა. გადავიდეთ ქვედა ტანზე, ხო? დაბრუნდი ისევ 4-ზე. საწყის პოზიციაში, მარჯვენა ფეხი გაიტანე უკან, მარცხენა ხელი გამოიტანე წინ. მუცელი თითქოს გინდა ჭიპი ხერხემალს მიაკრა, წელი ნეიტრალურად, ხელი წინ, ჩასუნთქვა. იდაყვიდა მუხლი ერთად, ამოსუნთქვაზე ვიშლებით. დავიწყეთ 1. კარგად გაიშალე, 2. ამოსუნთქვა, 3. წონას თანაბრად ვანაწილებთ დადებულ ხელფეხზე, რომ ბალანსი არ დაკარგო. 5 და ბოლო 3, 6, 2-იც, 7 და 1-იც, 8 პულსი დაამატე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, მზერა ქვევით, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დადე ხელი და ფეხი 90 გრადუსით მოხარე. ნელა ჩაიტანე მუხლი მუხლთან, სწრაფად აიტანე ჭერისკენ, ხო? 1. ამოსუნთქვა, 2. დააკვირდი, რომ წელი არის გაჩერებული, მხრები არ დაძაბო, სწრაფად აიტანე, ნელა დაუშვი. რეალურად დაშვების დროს ვამუშავებთ და არ იჩქარო, რომ ფეხის ჩამოტანა კუნთი არ დაძაბო, 7 და 1-იც, 8 დარჩიზევით, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ვაგრძელებთ 1, 2, 3, 4, 5. კარგია, 7. ცოტაც 1, 2, 3, 5, 6, 7 და 8. ნელა დაუშვი და მუხლი გაიტანე მუხლის გასწვრივ გარეთ. ეცადი აიტანო ხოლმე 90 გრადუსამდე. 1. ამოსუნთქვა, 2. ამოსუნთქვა, 3. ვაგრძელებთ 4. ეცადე ზედა ტანით და მეორე ფეხით არ მიეხმარო. მარტო მარჯვენა ფეხი, 5. ბოლო 3, 6, 2-იც, 7 და 1-იც, 8 პულსი დაგვრჩა, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ვაგრძელებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დადე ფეხი, ამოისუნთქე და შეცვალე. მარცხენა ფეხი გაჭიმე უკან, არ გინდა ძალიან ზევით აწევა, მუცელი გაასწორე, წელი ნეიტრალურად, მარჯვენა ხელი წინ. ჩასუნთქვა. 1. ამოსუნთქვა. 2. გაიშალე. 3. 4. და ვაგრძელებთ. 5. კიდე 3, 6, 2-იც, 7 და 1-იც, 8. დაგვრჩა პულსი, 1, 2, 3, 4. მარტო ხელფეხი ამოძრავე, 7, 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლო 8, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დადე ხელი მუხარე ფეხი მუხლში, ნელა ჩაიტანე მუხლი მუხლთან, სწრაფად აიტანე ჭერისკენ. 1. ამოსუნთქვა. 2. ამოსუნთქვა. 3. ვაგრძელებთ. 4. მხრები ხო არ გაქვს დაძაბული ნახე, გონებით ყოველთვის დაუკავშირდი სხეულის
იმ ნაწილს, რომელსაც იმ მომენტში ამუშავებ. 6 და ბოლო 2, 7 და 1-იც 8 დაგვრჩა პულსი 1, 2, 3, 4, 5. იწვის 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლოა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. დაუშვი არ დადო და პირდაპირ გაიტანე მუხლი გარეთ. 1. ჩასუნთქვა ზევით 2. თუ ესეთი სიმძიმეები არ გაქვს, შეგიძლია მუხლებზე გაიკეთო რეზინი. ხოლო თუ დარბაზიდან ვარჯიშობ, იქაც არის გვაგრძელებთ 6, 2-იც, 7 და 1-იც პულსი დაგვრჩა. 1, 2, 3. კარგად აწიე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 1 რვაც გავაკეთოთ 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. შეერთე მუხლები და გადაჯექი უკან, რომ ქვედა ტანი კარგად გაწელო, ხო ბავშვის პოზა. ამ პოზაში თან ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე დახარჯული ენერგიის აღდგენა და დასვენებულობა. გადმოდი ესე გვერდულად ერთ მხარეს მატის შემოკეთე ტერფები, ტერფიდან იდაყვამდე. ერთი ხაზი გააკეთე, ერთი სწორი ხაზი. ხელი თუ გინდა წელთან, თუ დამბელები გაქვს ბარწახზე შეგიძლია წონა დაიმატო, ან რეზინი თუ გიკეთია და ჩასუნთქვაზე მუხლი გამოიტანე გარეთ, ტერფი არ აწიო ისე, ამოსუნთქვაზე დაუშვი, ხო? მოთავსდი და დავიწყეთ. 1. ამოსუნთქვა 2. რაც შეიძლება გარეთ მუხლი 3. აქაც დააკვირდი, რომ ზედა ტანით არ მიეხმარო 4 და ვაგრძელებთ 5. ბოლო 3, 6, 2-იც, 7 და 1-იც 8. პულსი დაამატე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ვაგრძელებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. გამართე ფეხი მუხლში. გაიტანე ოდნავ უკან, სწრაფად დაიტანე და ნელა-ნელა დაუშვი. 1. ამოსუნთქვა 2. ამოსუნთქვა 3. ვაგრძელებთ 4. აი ესე. 5. არიჩქარო 6 და 2-იც 7 და 1-იც 8. სწრაფად გენი პულსისთვის 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. შეცვალე ფეხი, ქვედა ფეხი გამართე, რომ შიდა კუნთი დაამუშაო. სწრაფად დაიტანე და ნელა-ნელა დაუშვი. 1. ამოსუნთქვა 2. გაგრძელე 3. 4. ნელა-ნელა ჩადი 5. კიდე 3, 6, 2-იც 7 და 1-იც 8. სწრაფად 1, 2, 3, 4, 5, 7, 8, 1, 2, 3. მიდი ცოტაც 5, 6, 7. ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. კარგი. მოხარე ფეხები, თუ გინდა მატზე გადაბრუნდი. თუ გინდა შეცვალე მატის მხარე, ხო? იდაყვიდან ტერფამდე ერთი ხაზი. თუ უფრო მოსახერხებელია, შეგიძლია თავი დაიჭირო ხოლმე ხელით. ჩასუნთქვა და დავიწყეთ. 1. ამოსუნთქვა 2. ნელა-ნელა ჩავდივართ 3. გააგრძელე 4. არ მოხარო ხერხემალი 5. ქვედა ფეხითაც არ მიეხმარო, ხო? 6. ბოლო 2, 7 და 1-იც 8. სწრაფად პულსი 1, 2, 3,
4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 ბოლოა 1 2 3 4 5 6 7 და 8 გამართე ფეხი მუხლში ოდნავ უკან ისევ სწრაფად დაიტანე არ გინდა ძალიან ზევით აწევა ნელ-ნელა დაუშვი 2 ჩასუნთქვა 3 მოსუნთქვა 4 და ვაგრძელებთ 5 ბოლო 3 6 2 7 და 8 დარჩი პულსისთვის 1 2 3 4 5 6 7 კარგია 1 2 3 5 6 7 ბოლო 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 შეცვალე ფეხი მოეწყო და დავიწყეთ ჩასუნთქვა 1 ამოსუნთქვა 2 ნელა დაუშვი 3 ვაგრძელებთ 4 აჰა 5 6 2-ც კარგად აწიე 7 და 1-ც 8 პულსი დაგრჩა 1 2 3 4 5 6 7 ვაგრძელებთ 1 2 3 5 6 7 ბოლო 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 ყოჩა შემოკეცეთ ერფები დაწექი ზურგზე ჩაიხუტე ფეხებს გადავდივართ პრესების ნაწილზე გამართე ორივე ფეხი ფეხის თითები იყურება შენსკენ ბლოკი თუ გაქვს იოგას ბლოკი შეგიძლია დაიჭირო ხელებში ან ბურთი ან უბრალოდ გადაიტანო ხელები უკან ფეხის თითები მოიზიდა შენსკენ ჩასუნთქვა წამოიღე ხელები უამრკვალი ხერხემალი ამოსუნთქვა გაიმართე და შემდეგ ისევ მომრგვალებული ხერხემლით გადადი უკან ეცადე ბიძგით არ წამოხვიდე და ფეხები არ მოაშორო ზედაპირს 1 ამოსუნთქვა 2 შემდეგი ამოსუნთქვა 3 გაიმართე 4 გადადი უკან 5 6 ვაგრძელებთ 7 კარგია 1-ც შეგიძლია კიდე უფრო მეტჯერ გააკეთრო მაგალითად 1 რვა კიდე დაამატო და დარჩი ზევით მუხარე ორივე ფეხი მუხლები ტერფები ჩასუნთქვა ტერფები ჩავიტანეთ მონაცვლეობით 1 2 ხო 3 4 5 6 7 მუხლები არ გამოძრაო 1 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 ჩამოიტანე ხელები 1 2 ხო თუ ბლოკი გაქვს ბლოკი დაიჭირე ხელებში ან ხელები ჩაკიდე ერთმანეთს თუ სიმძიმეები გიკეთია 5 და ხელებს რო გადმოიტან ზეირაც მიაყოლე ვაგრძელებთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 ხელები დადე უკან ჩასუნთქვა გახსენი ფეხები ამოსუნთქვა მოდი ახლოს 1 ამოსუნთქვა 2 ვაგრძელებთ 3 4 კარგია 5 წელი არ დადო ბოლომდე 6 2-ც 7 და 1-ც 8 მოხარე ფეხები დაწექი ზურგზე მოედუნე მუცლის კუნთები ჩაიხუტე ფეხებს შემოხვიე ხელები დაისვენე ამოისუნთქე გამართე მარცხენა ფეხი მარჯვენა ფეხი ჩაეხუტე მოიზიდე ფეხი შენთან ახლოს მსუბუქი გაწევლები გააკეთა ხოლმე პრაქტიკის ბოლოს გამართე ფეხი უკიდე ხელები სადაც თავისუფლად მიწდები
და თავი წამოიღე გამართული ფეხისკენ. მეორე ხელი შეგიძლია მენჯზე დადო. დაუშვი თავი, მოხარე ფეხი, შეცვალე მარცხენა ფეხი შენთან. ტერფით შეგიძლია გამოძრაო, თუ სხეულს დაჭირდება, გამართე, მოკიდე ხელები, ჩაისუნთქე. ამოსუნთქვა თავი გამართული ფეხისკენ. დადე თავი, ფეხი, გავუშვი. მარჯვენა ფეხი გადაადე მარცხენას. მარცხენა ხელის დახმარებით გადმოიტანე ფეხი მარცხნივ. მარჯვენა ხელი გაშალე, გაშლილ ხელს გააყოლე მზერა. დამშვიდე თანდათან სუნთქვა, მოადუნე სხეული. მეორე ფეხსაც გააკეთე იგივე, შეგიძლია სურვილის მიხედვით გაზარდო ხოლმე დაყოვნების ხანგრძლივობა. წამოჯექი. ოთხზე გადმოდი და ხელები 1-2 პატარა ნაბიჯით გაიტანე წინ. ამოსუნთქვასთან ერთად კერდი ჩაიტანე მატისკენ. გაიწელე, თუ კერდი თავისუფლად გიდევს დადე ნიკაპი. შედარებით უფრო მსუბუქია ვარიაცია შუბლის დადების შემთხვევაში. დააბრუნე ხელები, გადაიტანე ხრის გასწვრივ მატიდან ოდნავ დაშორებით. მარჯვენა მხარი დააწვინე, გამოიხედე მარცხნივ. მხარი ჩაიტანე ბოლომდე, დადე თავი, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. ტერფები არ დაძაბო. და ბოლო რამდენიმე სუნთქვა, გადადი ბავშვის პოზაში. შეგიძლია ხელები მოხარო, დაიდო შუბლთან, შეგიძლია თავი მატზე დადო, შემოკეცო ხელები და თვალები დახუჭე. თვალებს როცა ვხუჭავთ, მთელი ჩვენი ყურადღება ტრიალდება სხეულში. თუ სადმე არის დაჭიმულობის, დაძაბულობის, რაიმე ზედმეტი შეგრძნება, გამოუშვი ამოსუნთქვასთან ერთად, მოადუნე კუნთები, თანდათან გულის ცემაც და სუნთქვაც გახდება უფრო ბუნებრივი, მშვიდი, სტაბილური. პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაღლილობის შეგრძნება აღარ გქონდეს, ცოტა დრო დაუთმე ხოლმე დასვენებას. როცა იგრძნობ, რომ საკმარისია, ხელებს დაეყრდენი, თავი აწიე და წამოჯექი. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.